იმედის დილა დაბრუნდა დღეს ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ვისაუბრებთ. და ჩვენი სტუმარია შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში. დილამშვიდობის და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ის საკითხია, რომელიც მაყურებელს ძალიან აინტერესებს. 28 თებერვლიდან ამოქმედდა აი საყოველთაო დაზღვევა. იქნებ ვისაუბროთ, ვის შეუძლია ამ დაზღვევით სარგებლობა. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემის გაჟღერება. 28-ში დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი და დღევანდელი მდგომარეობით ყველა ის მოქალაქე, რომელსაც არანაირი დაზღვევა არ ქონდა 28 თებერვლის მდგომარეობით, სახელმწიფო თუ კერძო დაზღვევით, მათ ეკუთვნით ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა. ეს არის დაახლოებით 2.200.000 მოქალაქე. ანუ ამ ხელა რიცხვზეა გათვლილი ეს? ამ ხელა რიცხვია გათვლილი და ძირითადად ეს არის 6-დან 60 წლამდე ასაკის კატეგორიის მოქალაქეები. 6 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ მოცული სახელმწიფო პროგრამით, ასევე საპენსიო ასაკის მოქალაქეები და უმწეობი და ესე ვთქვათ უმწეო კატეგორიის მოქალაქეები და სტუდენტები ასევე იყვნენ ნაწილობრივ დაფარული ამ პროგრამებით. საინტერესოა. რა მომსახურებას მოიცავს და რა შეუძლიათ რომ ჩაიტარონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით? სამი ძირითადი ბლოკი გვაქვს, ეს არის გეგმიური ამბულატორიული, ანუ უფრო მარტივად ეს არის პოლიკლინიკების და ამბულატორიის დონეზე მისაღები გეგმიური მომსახურებები, ეს გახლავთ ექიმთან ვიზიტი და სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში ძირითადი კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ელექტროკარდიოგრაფია, ასევე ბინაზე ვიზიტი საჭიროების შემთხვევაში და ეროვნული კალენდრით დათვალისწინებული აცრები. მეორე ბლოკი არის გადაუდებელი ამბულატორია და მესამე არის სტაციონარული გადაუდებელი შემთხვევები. ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ მოსახლეობის ყველაზე მკაფიოდ განსასაზღვრელი არის ის, რომ ეს პროგრამა მოიცავს იმ გადაუდებელი მდგომარეობების მართვას, რომლის დროსაც თუ სამედიცინო ჩარევა დაგვიანდა, ძალიან მაღალია რისკი ან სიკვდილის პაციენტის, ან ორგანოს და კიდურის დაკარგვის. აი სიცოცხლის შემანარჩუნებელი, ორგანოს შემანარჩუნებელი და კიდურის შემანარჩუნებელი თერაპია არის ცენტრი, ესე ვთქვათ, აი ამ პროგრამების. ანუ ესე იგი ეს გულისხმობს ნებისმიერი მოტეხილობაში. ტრავმები, მოტეხილობები, დამწყობა, მოყინვა, ინტოქსიკაცია, კრუპი, ამიცი, ინფექციონალური კრიზი და ყველა ის მწვავე მდგომარეობა. რაც შეეხება პოლიკლინიკის და სამედიცინო დაწესებულების არჩევას, თუ აქვს თქვათ მსურველს არჩევანი საშუალება, თუ ვრცელდება მათ რაიმე სახის შეზღუდვა, იქნებ ამაზეც ვისაუბროთ. არჩევანი არის თავისუფალი და ეს გახლავთ ერთ-ერთი სიახლე ამ პროგრამის მიდგომის. თითოეული მოქალაქე თავისი ნებით ირჩევს იმ პოლიკლინიკას, სადაც სჭირდება დარეგისტრირება. აქვე აღნიშნეთ, რომ დარეგისტრირება წინასწარი არის საჭირო მხოლოდ გეგმიური ამბულატორიული სერვისის მისაღებად, ანუ უბნის ექიმის ან ოჯახის ექიმის კონსულტაციების და თქვა და გეგმიური სერვისების მისაღებად. გადაუდებელ შემთხვევებში ამბულატორიულ თუ სტაციონარულ დონეზე წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო. რეგისტრაციას, ანუ შეტყობინების სახით, აკეთებს თვითონ სამედიცინო დაწესებულება, სადაც მივიდა. ანუ არ არის შეზღუდვა არანაირად არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე და ნებისმიერ პოლიკლინიკაზე, თუ არის გარკვეული ჩამონათვალი, სადაც შეუძლიათ რომ მიმართონ პაციენტებმა. არსებობს ამ წუთას დღევანდელი მდგომარეობით თბილისის მასშტაბით შემიძლია მოგახსენოთ 47 დაწესებულება უკვე არის ჩართული ორგენტული პროგრამების საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეა. ფართო არჩევანი და თავისუფალი არჩევანი. თავისუფალი არჩევანი, ფართო არჩევანი და რა ვიცი, ძალიან დიდი დაინტერესება როგორც თქვა ტრადიციული ტიპის ამბულატორიებიდან და პოლიკლინიკებიდან, ასევე თანამედროვე საინტეგრირებული სამთავრობოები. გასაგებია და არის თუ არა შესული დაზღვევაში მშობიარობის და მედიკამენტების ანაზღაურება. სამწუხაროდ ამ ეტაპზე მედიკამენტების შეყვანის საშუალება არ ქონდა, ისე ვთქვათ, ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, მაგრამ 1 ივლისიდან იქნება ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯები იქნება მთლიანად დაფარული სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, სამუშაო მიმდინარეობს, რომ მედიკამენტების კუთხით რაღაც შეღავათ მაინც მიცეთ ჩვენს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ძირითადი დანახარჯი დღეს საერთო ჯანდაცვის დანახარჯებიდან 70% არის ეგრეთ წოდებული ჯიბიდან გადახდა. ანუ 2012 წლის მონაცემით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ვთქვათ, უმეტეს ხარჯებს თვითონ იღებდა სამედიცინო დაწესებულებისთვის.
და აი ამ საერთო ჯიბიდან გადახდების 90%-ზე მეტი მოდის ზუსტად მედიკამენტებს. ეს არის ის კომპონენტი, სადაც ნამდვილად გვინდა რომ მივიცეთ შეღავდი ჩვენს მოსახლეობას. და საინტერესოა ისიც რა თანხა არის გათვლილი დაზღვევაზე, ანუ ლიმიტი სადამდე არის და რა თანხით შეუძლიათ სარგებლობა პაციენტებს. ერთი შემთხვევის მართვისთვის, ეს არის ურგენტული, ანუ ისე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის მართვისთვის არის ლიმიტი 15,000 ლარის ოდენობის. და როგორ მოხდება მოსახლეობის რეგისტრაცია გადაუდებელი მომსახურეობის შემთხვევაში? გადაუდებელ მომსახურებას არ ჭირდება წინასწარი რეგისტრაცია პაციენტის მხრიდან, თვითონ სამედიცინო დაწესებულება აკეთებს შეტყობინებას. სწრაფი რეაგირება რომ მოახდინოს თავის 24 საათის განმავლობაში არის წესები, არის ცხელი ხაზი როგორც მოქალაქეებისთვის 15.05, ასევე სამედიცინო დაწესებულებისთვის არის გახსნილი ხაზი, სადაც შეუძლიათ ნებისმიერ ტექნიკურ კითხვაზე ჩვენმა კოლეგებმა და შეგვიძლია კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენოთ, რომ სად უნდა დაეზღვიონ რა დოკუმენტაცია წარსადგენი და რეგისტრაციის სად უნდა გაიარო რეგისტრაცია. ამბულატორიული და პოლიკლინიკური მომსახურების მისაღებად არის საკმარისი მხოლოდ პირადობის მოწმობა 11 ნიშნა კოდით რეგისტრაციას გადის საერთო მონაცემთა ბაზაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისი სურვილის მიხედვით არჩეულ პოლიკლინიკას მიმართოს. ანუ შეუძლიათ შევიდნენ თქვენს ვებგვერდზე, ნახონ ალბათ ხო ვთქვათ უფრო დეტალურად ინფორმაცია და შემდეგ გაიარონ რეგისტრაცია. იქვე ხდება საიტზე რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია ხდება პოლიკლინიკაში. იმ ამბულატორიაში ან პოლიკლინიკაში, სადაც პოლიკლინიკაში რომელსაც უკვე აირჩევს მომხმარებელი. და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ, 1 ივლისიდან გეგმავთ ხო, რამდენადაც ვიცი, კიდე სხვადასხვა მომსახურეობის დამატებას დაწყებაში. იქნებ ამაზე რომ ვისაუბროთ, გარდა მშობიარობისა, თქვა რაც უკვე თქვენ თქვით. მთავარი სიახლე იქნება მშობიარობის დამატება, გარდა ამისა, გაფართოვდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩამონათვალი, მაგალითად, სავარაუდოდ დაემატება ეხოსკოპიური, რენტგენოგრაფიული მომსახურებები. ასევე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ისევ და ისევ გათვლებზე იქნება ეს დამოკიდებული ფინანსურ და პროგრამულ, რომ მედიკამენტების რაღაცა კომპონენტი ჩაიდოს და გეგმიური ქირურგიული ჩარევები დაემატება ამ სიას. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ნამდვილად ძალიან კარგი სიახლეა და იმედია რომ მაყურებელმაც მიიღოთ თქვენგან ამოწურავი პასუხი. ძალიან დიდი მადლობა. შევიტყვით უფრო კარგია რომ ფართო არჩევნის საშუალება აქვს ხო მაყურებელს მომხმარებელს. ეს არის სიახლე ზუსტად მიდგომის, რომელსაც ახლა ვიტყვით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის. და 9 საათიანი ქრონიკის დროა ეთერში და ქრონიკის შემდეგ კი ჩვენთან სტუდიაში პირდაპირ მინი კონკურსს მოვაწყობთ, ასე რომ დაგველოდეთ. საკმაოდ საინტერესო ამბებით დაგიბრუნდებით, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად.